არანაკლებ დატვირთული იყო გასული დღეების სპორტული ჟურნალისტებისთვის საქართველოში. ნაგერ რამაზაშვილი დაგვიდასტურებს, რომ საინტერესო დაპირისპირება შედგა პადელში მასსა და მის მეტოქეებს შორის, თუმცა დილამშვიდობისა საქართველოს წამყვანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლაშა რამაზაშვილმა წაუგებერი სერია გვაჩვენა და დამსახურებული ჯილდოც მოიპოვა. ტურნირში 8 წყვილი მონაწილეობდა, დაძაბულ ბრძოლაში გამოვლიდნენ გამარჯვებულები, რომელიც ჩემგან მარცხნივ ისახლა. და დაჯილდოვდა თასით, მედლებით და ფულადი პრიზებითაც. ლაშა, სად არის შენი მედალი და თასი? ვიცი რა, ჩემმა შვილმა დაისაკუთრა მოკლედ თასიც და მედალიც და ამიტომ წამოღება ვეღარ მოვახერხე. მაგრამ ხო, მთავარია რომ ჩემპიონები გავხდით, პირველად გაიმართა მით უმეტეს საქართველოში ეს ტურნირი. გილოცავ შენს, ჩვენს გუნდს ვილოცავ და რა თქმა უნდა რუსთავიორს ვილოცავ. ამ გამარჯვებას აქვე გეტყვით, რომ ღონისძიების მხარდამჭერი იყო საქართველოს სპორტის სამინისტრო. სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მედია ტურნირების სერია დაიწყო პადელით, რომელიც დღითი დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვფიქრობ, საინტერესო ტურნირი გამოვიდა, ღირსეული გამარჯვებულების ჰყავს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და სპორტის სამინისტროს ბევრი საინტერესო ერთობლივი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. საკმაოდ დრამატული ფინალური მატჩი გამოვიდა ჩვენ მეგობრებთან, სპორტულ ჟურნალისტებთან ერთად. ბაჩო წაუღელაშვილი და ცოტნე ქინხლაძე იყვნენ ჩვენი კონკურენტები, თუმცა ფინალში დამაჯერებლად მოვახერხეთ მაინც ორ სეტში გადამწყვეტი თამაშის მოგება. შვენიერი ტურნირი იყო. გავერთეთ, მე პირველად ვითამაშე, რაც მეტყობოდა, თუმცა საბოლოოდ აგერ თასი ჩვენია. წარმატებები ახალგაზრდა სპორტსმენებს.